ახალი ინფორმაცია მაინტერესებს ქოლესტერინთან დაკავშირებით. შინ დავანონსე და გეტყვით ხა რა ხდება. მოკლედ მოხდა ესეთი რამ, რომ გამოკვლევები, რომელიც ჩატარებული იყო სადღაც 40 წლის წინ, ის გამოკვლევები რაღაც მიზეზების გამო და ეს მიზეზები დაახლოებით მისახვედრია რატომაც ეს გამოკვლევები სადღაცა გაქრა. და ეს ადამიანი, ვინც ეს გამოკვლევები ჩაატარა, ეს მეცნიერი, ხო, ახლახანს გარდაიცვალა. და მისმა შვილმა აღმოაჩინა სარდაფში ეს ინფორმაცია და გაასაჯაროვა. ინფორმაცია ეხება 68,000-მდე ადამიანზე ჩატარებულ კვლევას. ეს არის ასაკოვანი ადამიანები, რომლებსაც ჩაუტარეთ გამოკვლევა თუ ქოლესტერინის სხვადასხვა მაჩვენებლის დროს რა რისკები არსებობს და რამდენად დიდია რისკი მაღალი მაჩვენებლების ჩვენ რასაც ვთქვით რომ მაღალი. და აღმოჩნდა რომ არის ესეთი ესე იგი მაჩვენებელი, რომელიც მკვეთრად იკლებს 209-დან 278-მდე. ანუ როცა ქოლესტერინის, საერთო ქოლესტერინის მაჩვენებელი არის 209-დან 278-მდე, რისკები წვავე სიზარღვოვანი პათოლოგიების, ინფარქტების, ინსულტების მკვეთრად იკლებს. ანუ ყველაზე ნაკლების შანსი ადამიანს დაემართოს ეს პათოლოგია არის 209-დან 278-მდე მაჩვენებლის დროს. და ეს იყო ძალიან საინტერესო რამ, სხვა შორის ეს ერიკ ბერგის მიერ მოძიებული ინფორმაცია, ვისაც გაინტერესებს წყაროებს კითხულობთ ხოლმე, შეგიძლიათ მიწეროთ ერიკ ბერგს და წყაროებს ის მოგაწოდებთ პრობლემის გარეშე. ანუ აქამდე რო იყო ვაიმე ქოლესტერინის საერთო ქოლესტერინის მაღალი მაგ და ვაიმე რა ვქნა 209-დან 278-მდე ვისაც გვაქვს შეგიძლიათ არ ინერვიოთ. ან ბევრი მეკითხება სხვა მაჩვენებლებით როგორ ანუ 2.4-დან 7.2-მდე. თუ არ ვწდები, აი ესეა. ამ შემთხვევაში ესე იგი რისკები are მკვეთრად შემცირებული. ეს 278 რა, ვთქვათ 280 რო იყოს ან 200. არა, ნუ ესე მე 278-დან იწყებს ისევ აწევა, რისკები იწყებს ისევ მაღლა ასვლას. ან 209-ისკენ ჩამოდის და 278-ისკენ ისევ ადის. ან დაბალი თუ იქნება. ხო, ეხა აქ საუბარია იმ შემთხვევაში თუ ტრიგლიცერიდები არ არის ძალიან მაღალი. მე იმიტომ ვიძახი ყოველთვის რომ ტრიგლიცერიდები არის ძირითადი მაჩვენებელი ამ ლიპიდურ სვლაში. ამიტომაც მე თვითონ არასდროს არ ვიტარებ ლიპიდურ სვლას სრულს, არამედ თუ მაინტერესებს შემიძლია გამოვიკვლიო ტრიგლიცერიდები. სხვა ანალიზს არ ვიკეთებ და ქოლესტერინს არ იკეთებ. ქოლესტერინს არ ვიკეთებ. ქოლესტერინი არ არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. ქოლესტერინი აუცილებელია ორგანიზმში და მისი დეფიციტი იწვევს იმუნური სისტემის დეფიციტს, ქვეყანა ნერვულ სისტემას ჩავარდნებს, ენდოკრინულ სისტემაში ჩავარდნებს, D ვიტამინის დეფიციტს და ასე შემდეგ. ამიტომ ქოლესტერინი ეს არის ის ნივთიერება, რომელიც ორგანიზმს ჭირდება და 80% ქოლესტერინს ორგანიზმი თვითონ ქმნის. ტრიგლიცერიდები აკონტროლეთ, რომ გქონდეთ ნორმაში. ტრიგლიცერიდების მომატება ზრდის რისკებს და აჩვენებს რისკების ზრდის ფაქტორს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი. თუ მაღალია ტრიგლიცერიდები? რა უნდა ვქნათ? პირველი უნდა პირდაპირ შაქრები ამოვიღოთ და უნდა მიიღოთ ომეგა-3, უნდა მიიღოთ თქვა კოენზიმ Q10, რომელიც სწრაფად წევს ტრიგლიცერიდს ნორმისკენ და როგორც ეს ყვება და ომეგა. ყვება და ომეგა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 70-75%-ში ინფარქტების შემთხვევაში გამოკვლევების დროს ამ პაციენტებს ქოლესტერინის ქონდათ ნორმაში. არაფრის.